ქართულ ენაში თუ შენიშნეთ, მე ხშირად ვიშველიებ ქართულ ენაში დაშიფრულ საიდუმლოს, მაგრამ ფაქტია, რომ კვების ჯერთა სახელები ძალიან კარგად გვეუბნება, გვიყვება იმ საიდუმლოს შესახებ, რომელიც რეჟიმულ გადანაწილებას უკავშირდება კვებისა. მაგალითად, საუზმე. ანუ საუზმე, ყველაფერი ის, რაც უზმოდ შეიძლება მივირთვათ. ერთი ლუკმაც კი თუ მივირთვით, დილით, ჩათვალეთ, რომ საუზმე მივირთვით. როდესაც ვამბობთ სადილს, სადილაო. ასე იყო მისი პირვანდელი სახელი და გულისხმობდა იმას, რომ ყველაზე მსუყე კვება დღე-ღამის განმავლობაში საღამოს 6 საათზე, 8 საათზე, 12 საათზე კი არ უნდა მიგვერთმია, არამედ დილას, ანუ 12 საათამდე, ანუ ლანჩი, რასაც ქვია, დაახლოებით ასეთი დატვირთვა ჰქონდა ჩვენში მსუყე კვებას, სადილაო კვებას. რაც შეეხება სამხარს, მხარეს რომ იცვლიდა მზე, გადაიწვერებოდა. სადილიდან თუ რამე დარჩებოდათ, სუბუქად იმას მიირთმევდნენ და როდესაც ამ თემაზე აი ამ სწავლების ავტორს, აკადემიკოს გიორგი გოცირიძეს ვესაუბრებოდი და ვკითხე, ბატონ გიორგი, ვახშამის როგორ არის, აი ვახშმის ეტიმოლოგია როგორ არის თქო. აღმოჩნდა, რომ ვახშამი ჯერ არ იყო გაშიფრული და ერთად მსჯელობდით ძალიან დიდხანს და ბოლოს მივედით ასეთ შეთანხმებამდე, რომ ვახშხამი უნდა ყოფილიყო ეს და თუ არა მეორე დილით, აბა როდის იტყოდა ამას ადამიანი, როდესაც წინა დღეს გვიან ღამით მიირთვა, ვერც ძილით მოისვენა, ვერც კვება შეირგო და მე ამას ვეძახი ხოლმე მეორე დილით მონანიებული დიეტური ცოდვები. დაახლოებით აი ასე გამოიყურება ჩვენებური ვახშამი.